3 წლის განმავლობაში გამოუძიებელი საქმე, რომელიც მალე სტრასბურგის სასამართლოში წავა. 2008 წლის აგვისტოში აჭარაში პოლიციელებმა თავდაცვის სამინისტროს მზვერავი როინ შავაძე მოკლეს. ოფიციალურად ამას სპეცოპერაცია დაერქვა. არაოფიციალურად კი შავაძე სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი. ვინ აყოვნებს გამოძიებას და რატომ დუმს პროკურატურა? შავაძის საქმეზე სიმართლის დადგენით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტია დაინტერესებული. სხეულის მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები, შინაგანი ორგანოების, გულის, ფილტვების, ღვიძლის, ნაწლავების დაზიანებები, მარცხენა მხრის ბარძაყის და მარცხენა მტევნის თითების მოტეხილობები, მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები განვითარებულია მკვრივი, ბლარგვის ზედაპირის მქონე საგნებით. მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები მიყენებულია იარაღის, ან იარაღებიდან გასროლილი ჭურვების მოქმედებით. ეს სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ქართველი სამხედრო მზვერავის როინ შავაძის მკვლელობიდან თითქმის 3 წლის შემდეგ ხდება ცნობილი. დასკვნა არაოფიციალური წყაროებითაა მოპოვებული. ოფიციალურად კი ის დღემდე მხოლოდ ძიების საქმეში დევს, რომელსაც არც შავაძის ოჯახი და არც მისი ადვოკატი იცნობს. საბოლოოდ ვითხოვთ ციცინო შავაძის დაზარებულის უფლებამონაცვლედ ცნობას, თუ კი ამჯერად აჭარის პროკურატურა არ დამოხილებს ჩვენს მოთხოვნას, შემდგომი ეტაპი იქნება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო. ქართველი სამხედრო მზვერავი როინ შავაძის საქმეს სტრასბურგისთვის ამზადებენ, მაგრამ იმისათვის, რომ ქვეყანამ კიდევ ერთი საქმე სამარცხვინოდ არ წააგოს, ადვოკატი საბოლოოდ უკვე მე-15-ად მიმართავს საქართველოს იუსტიციის მინისტრს, გამოიძიოს როინ შავაძის საქმე. 2008 წლის აგვისტო, ცხინვალის ომიდან მზვერავი როინ შავაძე ბათუმში 14 აგვისტოს ბრუნდება. 15 აგვისტოს გვიანღამით მას სახლში აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეცრაზმელები აკითხავენ. თუმცა როინ შავაძე მათგან მხოლოდ ერთს, გიორგი ჩიქოვანს, იგივე მაიმუნას იცნობს. მაიმუნა შავაძის მეუღლემაც ნახა. ვიღაც ბიჭმა დაიძახა ქუჩიდან, რომაო სამჯერ დაიძახა და რომამ გახედე და უთხრა რომ მოგძანდიო. შავაძე კუდის შენობაში წაიყვანეს, თუმცა მალევე უკან დააბრუნეს. აღელვებულმა მეუღლეს მოუყვა, რომ მისთვის უცნობა მაღალ ჩინოსანმა მაიმუნას საყვედური უთხრა, შავაძე აქ რატომ მოყავთო. ოჯახში საუბრისას შავაძემ ეჭვი მის სავარაუდო ლიკვიდაციაზეც გამოთქვა. მეორე დილით სამხედრო მზვერავის სამსახურში ხელვაჩაურის მე-5 ქვეით ბრიგადაში წავიდა და კუდის სტუმრობის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა. შუადღის საათებში ის პირად საქმეზე ბათუმის ცენტრში მიდის. თუროს ბირჟაზე კუდის სპეცოპერაცია დაახლოებით დღის 3-ის ნახევარზე იწყება. ამ დროს როინ შავაძე ნათესავ ქალბატონთან ერთად ამ კაფესთან ყავას მიირთმევს. კუდის სპეცრაზმი შავაძეს ფიზიკურად ადგილზევე გაუსწორდა. სპეცრაზმელებმა ხალხს უთხრეს, რომ ისინი უშიშროებიდან იყვნენ და ურჩიეს გარიდებოდნენ იქაურობას. უთხრეს ისიც, რომ დაკავებული ქვეყნის მოღალატეა. დაბნეული თვითმხილველები არც მაშინ და არც დღეს საჯაროდ არ საუბრობენ. ასე ფორმიანების სხვა იყო, ზიანი გადასმულების ძალგე იყო. სამშობლოს ღალატისთვის ღალატიო, გჯერა თქვენ? მე ბევრი გამიგამჯერა, მაგრამ და ამ ფიზიკში იძა, აგერ ნათესავი მუშაობდა მის ერთად და ელაბარაკებოდა. მე აგერ ვიჯექი კიდეზე. ვერ გეტყვი რა, არ ვიცი. просто ტელევიზორში გევიგე და მეტი არაფერი. თქვენ რა გაიგეთ? არა, დანაშაული მე ადამიანი. ახლა ყოველთვის ყველას ხო იცი რაღაცაებს მოუძებნიან, რაღაცაებს იმაგან. დაახლოებით ნახევარ საათში ოჯახმა და სახალხო დამცველის რწმუნებულმა როინ შავაძის ძებნა დაიწყეს, თუმცა უშედეგოდ. დაკავების მიზეზებსა და შავაძის ადგილსამყოფელზე მთელი დღის განმავლობაში არავინ საუბრობდა. საღამოს 9-ის ნახევარზე ნათესავებსა და სახალხო დამცველის წარმომადგენელს შავაძის ადგილსამყოფელი შეატყობინეს. ბათუმის საავადმყოფოს პროზექტურა. მე ვიყავი მის სამხედრო ნაწილში, ვიყავი სამხედრო პოლიციაში, ვიყავი იზოლატორში, ვიყავი სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში და ყველგან ვიყავი, სადაც კი შეიძლებოდა ამ დროს დაკავებული მიეყვანათ, თუმცა არსად მის შესახებ, ესე ვთქვათ, ინფორმაცია არ ჰქონდა. დაკავების და მკვლელობის ოფიციალური ვერსია კი რამდენიმე დღის შემდეგ გახდა ცნობილი. ნარკოტიკების შეძენა, შენახვა. სამართალდამცველებმა ისიც თქვეს, რომ ეჭვმიტანის დაკავებისას ჰეროინი და ბუპრენოფინი აღმოუჩინეს. თბილისში ბადრაგირებისას კი პატიმარმა გაქცევა სცადა და ამ დროს მოხდა მისი მკვლელობა. ოფიციალური ვერსიით კუდის თანამშრომლებმა უმაღლესი დონის ქართველი სამხედრო მზვერავი ამ ტერიტორიაზე მოკლეს. თუმცა რატომღაც გარცეულ როინ შავაძეს 27-ვე ტყვია წინიდან ჰქონდა მოხვედრილი. 2008 წლის 16 აგვისტოს ქობულეთის პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ ქალქუჩში სროლის ხმა გაიგეს. ადგილზე მისულმა პოლიციამ მინდორში 38 წლის მამაკაცის გვამი იპოვა.
გაჩნდა კითხვები, რატომ გადაყავდათ ბათუმში დაკავებული როინ შავაძე თბილისში? ან როგორ ხდებოდა მისი ბადრაგირება, როდესაც 16 აგვისტოს თბილისისკენ მიმავალი გზა რუსეთის ჯარებს ჰქონდათ გადაკეტილი? და ყველაზე მთავარი, რატომ მოკლეს და მიატოვეს ეჭვმიტანილის გვამი მინდორში? ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია, რომ თითქოს და როინ შავაძე შეეცადა, ასე ვთქვათ, გაქცევას და მიმალვას სპეცსამსახურის თანამშრომლებისგან. არანაირ წინააღმდეგობის გაწევას ის არ შეეცდებოდა. ეს არის მოგონილი და ასე ვთქვათ, შეთხზული წინასწარ გამოძიების მიერ. როინ შავაძის მკვლელობის შემდეგ ნარკოტიკების შეძენა შენახვისათვის აღზრული საქმე შეწყდა, თუმცა ადვოკატის მოთხოვნა საქმის განახლებაზე ბათუმის სასამართლომ დააკმაყოფილა. დღემდე საქმე სისხლის სამართლის ორი მუხლითაა აღზრული: ნარკოტიკების შეძენა შენახვა და როინ შავაძის მკვლელობა. როინ შავაძე როგორც მტკიცებულება ხელისუფლებამ საქართველოს რუსეთის ომში მოიშორა თავიდან და ეს გახდათ როინ შავაძის რეალური მკვლელობის მიზეზი. როინ შავაძე თავდაცვის სამინისტროსთან სპეციალურ დავალებებს იღებდა და წარმატებით ასრულებდა. ის დაზვერვის ოპერატიული დეპარტამენტის ეგრეთ წოდებული ჯიორის მზვერავი იყო და როგორც თავდაცვის სამინისტროს აგენტი ხშირად დადიოდა კონფლიქტურ რეგიონებში. ომამდე ცოტა ხნით ადრე ის კონკრეტული დავალებებით იმყოფებოდა ცხინვალის რეგიონში. ამის შესახებ კვირის რეპორტაჟთან შავაძის მეგობარმა და ყოფილმა სამხედრომ ჯერ კიდევ 2008 წლის ნოემბერში ისაუბრა. Domam გამომიანო ეს გააჩერა უცებ მანქანიდან და თუ მოდიაგერო დავჭეხი და დამიყვანა თვითონ და იყო ძალიან ესეთი რა ანერგულებული. მაგარია იგინებოდა რაღაცა იქ შავი თეთრი ყველაფერი გამოჩნდა ვინ რა იყო. აი ამას ამბობდა ასე. ბატალიონი დაშლილი იყო ჯერ შეკრებილი არ იყვნენ და აი რო შეიკრიბებაო ყველა აი იქ ვიტყვიო ყველა ვინ რა არის ვინ რა კაცია ვინ რა ჯარისკაცია თუ ვინ რაღაცა ესაა. გიორგი ჩიქოვანი, იგივე მაიმუნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის კუდის თანამშრომელი, ცხოვრობს ბათუმში გორკის ქუჩაზე. არის 35 წლის. სწორედ მაიმუნამ გამოიყვანა სახლიდან როინ შავაძე მკვლელობამდე ერთი დღით ადრე. ის ერთ-ერთია, ვინც შესაძლოა შავაძის დახვრეტის რეალური მიზეზი იცოდეს. მაიმუნაზე საუბარს აჭარაში ერიდებიან, გაურბიან და ეშინიან. გამარჯობა, თუ კაცო, გიორგი აქ ცხოვრობს. ჩვენ გიორგი ჩიქოვანის კომენტარის მოპოვებას ვცდილობთ. დედამისი გვეუბნება, რომ ჩიქოვანი სამსახურშია. ვინტერესდებით სად მუშაობს. ქალბატონი გვიხსნის, რომ გიორგი აჭარის კუდის სპეცრაზმში მუშაობს და ის რამდენიმე დღით ზუგდიდშია წასული. ზუგდიდშიარი. ისევ აჭარის კუდში მუშაობს, ხო? ზუგდიდში. აჭარის სპეცრაზმში. ასამართლევი ადამიანის მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციის კანონით აკრძალულია. ჩიქოვანი შავაძის მკვლელობიდან ცოტა ხანში ბათუმელი გოგონას გაუპატიურებისათვის გაასამართლეს და შემდეგ გირაუთი გაათავისუფლეს. საზოგადოებრივი რეზონანსის გამო პოლიცია იძულებული გახდა ჩიქოვანი ისევ დაეკავებინა, თუმცა საბოლოოდ ის საპროცესო შეთანხმებით ციხიდან მაინც გამოვიდა. არ უნდა მოკლან მოღალატე მინიმუმ უნდა მოხდეს ალბათ მისი ოპერატიული დამუშავება, რომ შეიძლება ის გამოიყენოს შენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. 3 წლის შემდეგაც უცნობია ვინ დასაჯეს ქართლში. სამშობლოს მოღალატე, სერიოზული ინფორმაციის მქონე მზვერავი თუ მკვლელობა მართლა გაქცევის მცდელობისას მოხდა. მთავარი პროკურატურა დუმს ძიებას 3 წლის განმავლობაში ერთი მტკიცებულებაც არ გამოუქვეყნებია. სამართალდამცველები ამბობენ, რომ სამხედრო მზვერავი ნარკოტიკებისთვის დააკავეს. რაც შეეხება როინ შავაძის საქმეს, მე შემიძლია გიპასუხოთ. ამ 3 წლის განმავლობაში ერთადერთი კომენტარი, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ საკუთარი მზვერავის დახვრეტის გამო გააკეთა, აგვისტოს ომის შემსწავლელ საპარლამენტო კომისიაზე გაერთიანებული შტაბის უფროსის გამოსვლა იყო. ძალიან სამწუხაროა ჩემთვის როგორც გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელისთვის. სამხედრო მოსამსახურის ესეთ ფატალური შედეგით დასრულდა, თქვათ, მისი სიცოცხლე. სამწუხაროა, რომ ჩვენ დავკარგეთ სამხედრო მოსამსახურე, მაგრამ მე პირდაპირ მინდა გითხრათ, იმიტომ რომ არ მინდა რაღაც ჩილები დარჩეს კიდევ ამის უკან. ეს საქმე მთლიანად წარმოებაში აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს არსებული თავის პრობლემებით, ამიტომ შიგნით ნამდვილად არ იყო რაღაც ისეთი ფაქტი, რომ აი ეს შავაძე დამქცევია, თქვა შეერაღებული ძალების და ასე შემდეგ. დღემდე ერთადერთი კი, ვინც როინ შავაძის მოღალატეობაზე მინიშნება გააკეთა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივით არგამაძე იყო.
გარკვეული საუბრები ამ ადამიანის ირგვლივ იყო ომამდეც, შემდეგაც, თუმცა ეს არ გამხდარა მისი სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი. თქვენ იზიარებთ ასე რომ ეს მოღალატე იყო ეს პირი? ეს ჩემი შეფასება როგორი არის, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა საზოგადოებამ თავის შეფასებები დარწმუნებული ვარ გააკეთა. 27 ტყვიით ჩაცხრილული როინ შავაძე ერახშიც მსახურობდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან და პენტაგონიდან უამრავი სირიელი და სამხედრო ჯილდო აქვს მიღებული. ქართული სამხედრო მზვერავის მკვლელობის დღემდე გამოუძიებელი საქმე წელს კიდევ ერთხელ მოხდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში. ციტატა ანგარიშიდან. როინ შავაძის საქმის ძიებაში, რომელიც 2008 წელს სავარაუდოდ პოლიციის გასრულით იქნა მოკლული, რაიმე წინსვლა არ ყოფილა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით 2008 წელს საქმე აჭარის საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. საქმის ძიება წლების განმავლობაში გრძელდება. მრავალი გამოძიება მთავრობის წარმომადგენლების მიერ მიმდინარე და გასული წლის განმავლობაში სავარაუდო არასამართლებრივი ან უკანონო ქმედების შესახებ წლის ბოლოსთვის დაუსრულებელია. საპირისპიროდ საქმეები მთავრობის ოპონენტების მიერ ანალოგიური ქმედებების ჩადენის შესახებ სწრაფად სრულდებოდა და გადაეცემოდა ბრალდებით სასამართლოს.